წარსული და ისტორიულ-პოლიტიკური კონტექსტი. ქალაქების ქუჩების სახელები ზუსტად ამ რეალობაზეა აგებული. ქუჩების, მოედნების, სკვერების სახელები ფაქტობრივად ქალაქის იდენტობაზე, მის ღირებულებებზე გვყვება. თუმცა ხშირად ისინი, ვინც სახელდების ცვლილებაზე გადაწყვეტილებებს იღებენ, საზოგადოების განწყობებს ვერ ეწევიან. ხშირად ბიუროკრატიული მიდგომებიც აყოვნებს პროცესს და სწორედ ამიტომ თბილისში ჯერ კიდევ არის ბევრი ქუჩა საბჭოთა ოკუპაციის დროინდელი დასახელებებით. მოქალაქეების პროტესტის მიუხედავად საკვირველია, მაგრამ თბილისში ჯერ კიდევ არსებობს მოსკოვის გამზირი. ასევე ლერმონტოვის, პუშკინის, გაგარინის ქუჩები. თუმცა ამის პარალელურად უკვე კარგახანია სახელდებებზე ასახულია ჩვენი ევროპული მისწრაფებებიც და თავისუფლების სურვილი. ამას ადასტურებს დედაქალაქში არსებული ისეთი დასახელებები, როგორიცაა თავისუფლების მოედანი, ევროპის პარკი, გიორგი ანწუხელიძის, ჯორჯ ბუშისა თუ ლეხ კაჩინსკის ქუჩები. გვაქვს იმ ადამიანების სახელობის ქუჩებიც, რომლებმაც წაუშლელი კვალი დატოვეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ესენი არიან მეცნიერების, ხელოვნების, სპორტის წარმომადგენლები, სასულიერო პირები, სამხედროები და მეფეები. რაც შეეხება მოსკოვის გამზირს, უამრავი პეტიციისა და მოსახლეობის მოთხოვნის მიუხედავად, მთავრობამ სახელის გადათქმევა ჯერჯერობით ვერ მოახერხა.